სალამი, დღეს გვექნება ლუი ვიტონების მთლიანი კოლექციის აღწერა. ცალ-ცალკე ვდებდი, მაგრამ დღეს ავწეროთ 8 ლუი ვიტონი. რომელია საუკეთესო? ბოლოში გვექნება რომელია ყველაზე ძვირი? 100 მგ 1400 евро ღირს. ასევე კარგად მოკალათდით. დიდი ვიდეო გამოგვივა და დავიწყებ მე მეტეორით. აი ეს სუნამო არ არის ბავშვების სუნამო. ეს არის ნამდვილი მამაკაცის სუნამო. არც ქალბატონის არ არის. თუ დანარჩენი ლუი ვიტონი ყველაზე ვიძახი რომ ჩემი აზრით არის უნისექსი, ეს არის ნამდვილი მამაკაცის განსახიერება. აქ არის ციტრუსების კომპლექსი, რომელიც საოცრად ჟღერს. ცოტა სიმწარე დაკრავს. ეს სიმწარე სავარაუდოდ არის წიწაკა, ასევე იგრძნობა ნუში ძალიან კარგად. ეს ნუშიც სიმწარეს მატებს კიდე ამ ციტრუსებს და ძალიან ნატურალური და საოცარი ვეტივე. ეს არის სუნამოები, რომლებიც არაფერს არ გავს, არის უდახვეწილესი, ულამაზესი და საოცარი სუნამოები. ძალიან მომეწონა, თან ეს მეტეორი ძალიან მდგრადია, აი ცტროი ციტრუსია, აი ციტრუსიო იკვინება, აი ეგეთია ზუსტად და აი ნამდვილი მამაკაცის განსახიერება. კიდევ ვიმეორებ, ესე 20 წლამდე ბავშვებმა ამ სუნამოსკენ არ გაიხედოთ. ეს არის ესე აი 25 და ზევით. ცოტა უფრო ასაკი უხდება ისეთი სუნამო. აი ეს არომატი არა მაქვს, Pacific Chili, მაგრამ დატესტილი მაქვს და ძალიან მაგარი არომატია. დავიწყებ იქიდან, რომ აქ არის ციტრუსების და ხილის კომპლექსი და ეხლა ეს თქვენ არ გეგონოთ რაღაცა ისეთი არომატი, როგორიც არის კირკი. აქ თითოეული ნოტა, გინდა ხილის, გინდა ციტრუსის, არის ულამაზესად გათამაშებული და აი საერთოდ არ იგრძნობა ქიმიურობა, როგორც იგრძნობა კირკეში. კირკეს უბრალოდ იმიტომ შევადარე, რომ იქაც ხილია, თუ სულ სხვა მიმართულება და სულ სხვა არომატია და აი უბრალოდ იმდენად საოცრად ჟღერს, რომ ლუი ვიტონის სუნამოები ყოველთვის მაოცებს. ცოტა წიწაკა ამასაც წაკრავს, მაგ არომატს აუცილებლად ჩამოვიტან, წინაზე ვერ ჩამოვიტანე. იმიტომ ვთვლი, რომ ერთ-ერთი გამორჩეული სუნამოა ეგ ლუი ვიტონებიდან და ძალიან მომწონს რა. ამიტომ ეს არომატი აუცილებლად უნდა მქონდეს მე კოლექციაში და აუცილებლად ჩამოვიტან. ეხლა რაც შეეხება afternoon swims, ეს არომატი წინაზე ავხწერე. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც მეკითხები დანელ, რამე ცივი გრილი სუნამო მინდა. ეს არის ცივ გრილ სუნამოებში საუკეთესო. იმდენად ნატურალურა ჟღერს, აი სადღაც ავენტუს რო შევადარო და ავენტუსში მაინც ბოლოში სადღაც ციტრუსი ჩემთვის ოდნავ მაინც ხვანაირია. აქ თავიდან ბოლომდე ციტრუსი იგრძნობა იდეალურად, ბოლოშიც ნატურალურია და არის ზედახვეწილი არომატი. ეს არის კიდევ ვიძახი ციტრუსოვან არომატებში ყველაზე ნატურალური არომატი, რაც კი შეიძლება ადამიანმა გასინჯოს და ეს არის ციტრუსოვან არომატებში ჩემი ფავორიტი. საოცარი სუნამოა, ეგეთი ჟღერადობა არც ციტრუს არ აქვს ჩემთვის. ეს არის ჩემი ფავორიტი, რომელიც ყველაზე მაგრა მიყვარს. ეს არის ლუი ვიტონის ombre nomadi. მსგავსი ხის ნოტები უბრალოდ არ ხვდებათ არსად. კი ბატონო,
რაღაცა initial for greatness-იც ულამაზესია და საოცარი ხისნოტებია, მაგრამ ეს არის ყველასგან და ყველაფრისგან გამორჩეული არომატი. აქ არის საოცარი ხისნოტები, ულამაზესი შაფრანი და მალინა ატყბობს ამ ყველაფერს. ისე ლამაზად აქვთ ეს ყველაფერი გათამაშებული, რომ ჭკუიდან გადაყევხა. ეს არის ტოპის ტოპი, რომელიც არასოდეს არ მომგზდება. ამის შლეიფი და მდგრადობა ყველაფერს არის გაცდენილი. ამას აქვს კიდე ვარდი. ეს ის სიტუაცია, როდესაც მე ვარდი საერთოდ არ მიყვარს, უბრალოდ აქ ვარდი არ იგრძნობა, ნოტებში აქვს ვარდი, მაგრამ ვარდი არის იმისთვის გაკეთებული, რომ ამ სუნამოს მისცეს სისუფთავი შეგრძნება. აქ ვარდი არის ხელოვნების დონეზე აყვანილი, ისე ლამაზად არის გათამაშებული, რომ ვარდი თავზე არ გეხვევა, უბრალოდ ამ ხის ნოტებს, რომელსაც აქვს თან საკმეველი, ეს ხის ნოტები ლამაზ მალინასთან ერთად ბოლავს, ეს ვარდი აძლევს ამას სისუფთავის შეგრძნებას. ეს არის ყველაზე მაგარი არომატი ხის ნოტებში, ვიღაცეები ადარებენ უდმარაკუას, რომელიც ამის პონჩი შექმნეს, რომ აი რაღაცა ვითონდა თან უფრო ძვირიღის და საერთოდ არაფერ შუაში არ არის. აქ თუ ბრუტალური ხისნოტები იგრძნობა, იქ ხისნოტები იგრძნობა ნაკლებად, უფრო რბილია, რაღაცა ბანძი კოწახურის კანფეტების სუნი იგრძნობა და ის არომატი მე საერთოდ არ მომეწონა. ეს არის ზედახვეწილი არომატი, რომელსაც აქვს საოცარი ჟღერადობა და რო გასხია, ყველგან ამიშლეიფს აფქო და ყველა გეკითხება თუ რა გასხია. ერთ-ერთი ყველაზე კომპლიმენტარული სუნამო. ეხლა აი ეს არომატი, ესეც არა მაქვს, ამასაც ჩამოვიტან აუცილებლად. ეხლა გითხრათ, რატო არ ვიყიდე? უნდა მეყიდა. ძალიან მაგარია. უბრალოდ გავს ძალიან ომბრენომათის. ერთი და იგივე მიმართულება, უბრალოდ ცოტა კარამელი და ცოტა ყავის ნოტები აქვს დამატებული. თავიდან ოდნავ განსხვავებულია, მერე შლეიფში უკვე ძალიან გავს, უბრალოდ ცოტა უფრო რბილია, დანარჩენი თითქმის იგივე სურნელია. რაღაცი ცოტა გამორჩეულია, ერთ-ერთში არ გავს, მაგრამ ალბათ 80-85% გავს. ესე ძალიან ტოპია, ძალიან მაგარია, მაგასაც ჩამოვიდან, უბრალოდ ვიფიქრე, რომ მეთქი ახან ომბრენომატი მაქვს, ნუ ამას მეთქი აღარ ვიყიდე, იმიტომ რომ თითქმის ერთ და იგივე მიმართულება. ესეც ლიმესაითი. ძალიან დახვეწილია რა, აი ძალიან დახვეწილი. აქ არის საოცარი ბერგამოტი, აი სადღაც შევადარებდი ალბათ როჟა ელიზიუმს, იმიტომ რომ იქაც დომინანტი ბერგამოტია, აქაც ბერგამოტია. ეს არის აკვატიკური არომატი, ასევე ამ ციტრუსებს ხვის ნოტები რო დაუმატო და აი ეს ბერგამოტთან ერთად საოცრად რო ჟღერდეს. ასევე ლამაზი ამბრა ოდნავ სიტკბოს აძლევს, არის უფრო გრილი სუნამო, ცოტა ოდნავ სიტკბო დამატებული, ცოტა ხის ნოტებსაც გრძნაობ და აკვატიკური არომატები თიძე ჩამოსათვლელია, ქსერჯოფის კნოც 40 ვიტყოდი, ძალიან მაგარია. ვავიღოთ მეგამარი, მაგარია. ეგრე ვიტყვი, მე არ მომწონს, ჩემთვის არის რაღაცა ბანძი წყალმცენარეები, უხეში მუსკუსი და ძალიან ქიმიური. ამასაც აქვს რაღაცა მცენარეები, მაგრამ ეს არის ზენატურალური და ულამაზესი არომატი, რომელიც არ გაწუხებს და ძალიან ნატურალურად ჟღერს. ძალიან დახვეწილი და ძალიან მაგარია.
imagination. ეს ის მომენტია, როდესაც ციტრუსი ძალიან მდგრადია, იკმინება თან და ცოტა სიმწარე აქვს ციტრუსს. ეს არის ტოპის ტოპი, ყველანაირი გაყიდვა მოხსნა უმბრენომათან ერთად და ყველას imagination-ი გაუდისო, ვაიმე რა მაგარია, ვაიმე რა საოცარია. მაგარი, განსხვავებული, უდახვეწილესი, მაგრამ მე სიტყვაზე ვთქვათ, აი ავთენუსვიმი უფრო მომწონს, იმიტომ რომ საოცრებაა ჩემთვის ულამაზესად ჟღერს. მაგრამ ეს არომატია 90% გიждდება, იმიტომ თან ციტრუსია, თან ძალიან მდგრადია. ეს ციტრუსი და მდგრადობა ერთად ცოტა ისეთია, რომ ძალიან იშვიათია. ციტრუსიო გააკეთო მდგრადი არის ძალიან რთული. მაგრამ ლუი ვიტონს რა ციტრუსები აქვს, თითქმის ყველა ძალიან მდგრადია და ძალიან მიკვირს თუ როგორ მოახერხეს. თან იყოს მდგრადი, თან იყოს ულამაზესი და თან იყოს ესეთი ნატურალური. ძალიან განსხვავებულია, ულამაზესი არომატია. ვინც არ იცნობთ ლუი ვიტონის არომატებს და უყურებთ ისე, რომ აი დიზაინერულია და დიზაინერულ არომატებს ფიქრობთ, რომ შეიძლება ვერ იყოს ისეთი, მე გეუბნებით, რომ ალბათ 90-95% ნიშურ არომატებზე ბევრად ნატურალური სურნელი აქვს და ბევრად მაგრა ჟღერს. მე ამ ბრენდს დავაყენებდი კლაივ კრისტიანის გვერდზე. კლაივ კრისტიანის ზე ნატურალური ჟღერადობით არის ძალიან ნიშური ჟღერადობით და საოცარი. და ვიტყოდი, რომ ჩვეულებრივად ლუი ვიტონი კლაივ კრისტიანს უდგება გვერდზე და არის გემოვნების ამბავი, ვის რომელი უფრო მოეწონება. და ეხლა ბოლოს აი ეს არომატი, რომელიც ღირს ყველაზე ძვირი. ეს არის ფუ-უდი, სუფთა უდი, ანუ სუფთა ხის ნოტებით და ღირს 100 მგ 1400 евро. და აი რო გავსინჯე, უბრალოდ 95% ამ არომატს ვერ გავუგებთ. როდესაც არის სუფთა ხის ნოტები, არაფერი დამატებული არ აქვს. არის ძალიან მდგრადი, ზემდგრადი არომატია, ოღონდ ვიტყოდი, რომ ცოტა მყრალი ხის ნოტები აქვს. აქ უკვე უნდა იყოს ის, რომ ძალიან გავარჯიშებული ცხვირი უნდა ქონდეს, ან უნდა იყო პარფიუმერი, ან პარფმანიაკი უნდა იყო, რომელსაც უკვე ყველაფერი გადატესტილი აქვს. აი უკვე ბოლო ლეველზეა და გონია რომ ყველაფერი გასინჯა და დასდევს ეგეთ არომატებს. მე მაგალითად ვერ გავუგე, მე არ ვარ ეგეთი პარფმანიაკი, არც ალბათ ეგრე არ მაქვს ცხვირი განვითარებული, კი ნამდვილად კარგი არომატი იყო. მაგრამ მე მიყვარს უფრო ლამაზი ხის ნოტები, უფრო დახვეწილი. ეს არის ძალიან ინტენსიური და ცოტა სიმყრალეში გადადის და ისეთია, რომ აი არ ვიცი, მე არ ვიყიდით. თან მით უმეტეს, რომ ეხა ღირდეს $500, კიდე კოლექციის გულისთვის ვიყიდიდი, რამოდენიმე დღე დავტესტავდი, იქნებ უფრო გავუგო, უფრო მივეჩვიო. მაგრამ 1400 ევროს უბრალოდ ვერ გადავიხდი, იმიტომ რომ სუფთა ხის ნოტები აქვს და მაგის გამო კოლექციაში მქონდეს. ასევე დავტესტე ამუაჟის ზეთები, იტალიაში ვიყავი, ამუაჟსაც აქვს სუფთა ხის ნოტები, 12 მგ გზედა 500 евро ღირს, მაგრამ იგივეს ვიტყოდი, ისიც მყრალია და ისიც არ ჩაჯდა ჩემ გემოვნებაში. ასე რომ, რა ვიცი, ამ არომატს ბოლოს არ გირჩევდით, თქვენი გადასაწყვეტია იყიდით თუ არა, უბრალოდ ჯერ ძალიან ძვირი ღირს და მე რა ვიცი, თუ ეგეთი განვითარებული ცხვირი გაქვთ, ეგეთი პარფმანიაკი ხართ, კი ბატონო, შეიცინეთ. დაალაიქეთ ჩემი ახი, გამოიწერეთ, უფრო განვითარდეს, ყოველდღიურად ვიდეოს და ეხლა ვისაც YouTube არ აქვს, გონია შეიძლება მარტივია. მაგრამ ყოველდღე YouTube-ზე ვიდეოს დადება არის ძალიან რთული, მით უმეტეს ადამიანს, რომელსაც დროს საერთოდ არ მაქვს, ვცდილობ, რომ გაგახაროთ ყოველდღე ვიდეოთი.
აპა კარგად ბრძანდებოდეთ.